სალამი, მოგესალმებთ, ვაგრძელებს ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვას არ ვიცი ვინ ასვავს, მე ფოტოს ახლა არ დავდებ, იმიტომ ახალგაზრდა კაცი სვავს, იმიტომ რომ ისეთი კითხვა სვავს, რომ იმ პიროვნება ვიზეც კითხვა დასმული, ის უფრო ჯობია, რომ მე თავფუცელად დავადო და ეს არის Clive Staples Lewis-ი. იცით ნარნიას ქრონიკები, ქართულადაც ითარგმნა. ლომი და კუდიანი, რაღაცა ცხენი და მისი ბიჭუნა და რაღაცეები. ნარნიას ქრონიკები ითარგმნა დიდი ოდენობით. ქართულად ასევე ბატონი თეოფილეს ორგანიზებით ითარგმნა ბალამუტის წერილები, ანუ ქართულად მაგი ითარგმნა როგორც მამაძაღლის წერილები, თუ არ მეშლება ქართულად ესე ითარგმნა, რომელიც ძალიან საინტერესო წიგნი არის. და ქართულის მკითხველი უკვე მე მგონი იცნობს მას. და ამაზე სვავს პიროვნება კითხვას. გჯერა თუ არა რომ Clive Staples Lewis-ი ქრისტიანი იყო. იმიტომ რომ ზოგიერთ ადამიანს ამისი არ ჯერა. მე მათ შორის არა ვარ, მისი წიგნები წავიკითხე და ამიტომ უბრალოდ მაინტერესებდა. და ჯონ მაკარტური ადასტურებს. მე ვფიქრობ, რომ ლუისმა ქრისტეს ჭეშმარიტი რწმენა მიიღო. დიახ, მჯერა რომ ის ქრისტიანი იყო. თუ გახსოვთ, ჩვენ ადრე შევეხეთ, რომ რაღაცეებში ჯონ მაკარტურმა გააკრიტიკა C.S. Lewis-ი, მისი მიდგომა რაღაც საკითხებთან გააკრიტიკა და შეიძლება ეს შტაბეჭილება და ბევრი ევანგელის, იმიტომ რომ მან დაიწყო ლიტერატურა და ესე დაწერა, აი ამაში გააკრიტიკა ჯონ მაკარტურმა. დიახ, რომ მას არ მოწონდა ლიტერატურულ ფორმაში ქრისტიანული ღირებულების წარმოჩენა, რომ იკარგებაო, თქვა. და არ არის საჭირო დამაბნეველიაო, ეს ფანტაზიების გაქანებას აძლევს. აი ამაში გააკრიტიკა ჯონ მაკარტურმა, ახლა რო ვიხსენებდი მე, მაგრამ იმ წიგნებში და სხვა რაღაცებში არ გაუკრიტიკებია. ახლა საინტერესო დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს Clive Lewis-ზე და ძალიან საინტერესო პიროვნება იყო და როგორ მოექცა იგი თან ინგლისში მეორე მსოფლიო ომის დროს, ძალიან განათლებული. და თოლკიენის მეგობარი იყო, თოლკიენი უფრო კათოლიკური იმითი იყო. და ეს ანგლიკანური წმენი და მე რაც ვიცი, წამოვიდა ასეთ პროტესტანტულ იმაზე და ანგლიკანობა პროტესტანტებად გარკვეულწილად ითვლება. მაგრამ მან უფრო სიღრმისეულად აპოლოგეტიკას მიყო ხელი, ანუ ქრისტიანობის რწმენის დაცვას. და ამ მხრივ არის ის უფრო ცნობილი. ასე რომ ჯონ მაკარტურმაც აი პასუხი გაცა ამ კითხვაზე. თუ რას ფიქრობდა ის Clive Staples Lewis-ზე.